თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ეს ყველა ნორმის დარღვევით თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში. გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია ასევე 48 წლის შოთა ქარუმიძე, რომელიც ბრალს აღიარებს. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა. ყველა ნორმის დარღვევით თავზე მეშობ წამოფარებული მე უკანონოდ საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩავამიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შემოწმებული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იყოფებოდა იმ ბორდზე, რომელთაც მე მომიტაცეს. და თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელიც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში, 2 წელი ჯოჯოხეთი მოვიწყო მე და ჩემ ოჯახს. ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში და სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბუნებრივია შესწავლილი იქნება ყველა გარემოება და შეეხება ბრალდებულის განცხადების შინაარს. ბუნებრივია მისი განცხადება ვერ გახდება ხელშეშლილი გარემოება, მხოლოდ მისი განცხადება, რომ კონკრეტულმა საგამოძიებო უწყებამ გამოიძიოს საგამოძიებო ქმედების შინაარს. ბუნებრივია მე რაიმე განმარტებას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან მე არ ვახორციელებ იმ სისხლის სამართლის საქმეზე ზემოხედველობას, მე ვახორციელებ ბრალდებას ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.